საინინო ლომჯარიას ბოლო მაგალითი იყო. მოდი ცოტა გვიან გადავალთ თვითონ მოკლედ შევეხები ანატომიურად მათ პროპაგანდას და იმას რატო დასანქცირდნენ და რა სხვაობაა რეალურად როგორ აქვთ როლები ამ სამთავრობო მედიებს გადანაწილებული, იმიტომ რომ ყველას გადანაწილებული აქვს თავის როლი. როგორც რუსულ მედიას აქვს გადანაწილებული Russia Today-ის სხვა მიმართულებით მუშაობს, RIA Novosti-ის სხვა მიმართულებით და უწყინარი მირიც კი სხვა მიმართულებით. მაგრამ მანამდე ვიტყვი ერთ რაღაცას თვალსაჩინო ალბათ აი ამ სიბრჭყვიალის და აი ამ რაღაცა ისეთი ყვითელი ამაზრზენი გადაცემების მიმართ მე შეგნებულად არ ვერიდები ასეთ ეპითეტებს. ყველაზე ამაზრზენი იყო, როცა საქართველოში 300,000-ზე მეტი ბავშვი იღებს შემწეობას. ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ არც ხარისხიან ტანსაცმელზე, არც ხარისხიან ჯანდაცვაზე და არც ხარისხიან საკვებზე წვდომა. სულ მცირე 300,000 ბავშვს და რეგიონებში არის კატასტროფული მდგომარეობა. მე ცოტა ხნის წინ ვიყავი როგორც ჟურნალისტი ტყიბულში და ჭიათურაში ჩასული და აქ კიდევ უფრო განსაკუთრებული სიმძიმეა და რეალურად რეგიონებში ავტოკრატია გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე დედაქალაქში და დიდ ქალაქებში ვიგრძენით. აი ამის ფონზე და აი ამ ქალაქებიდან უყურებენ ზუსტად იმედს, ამის ფონზე, როცა ადამიანებს არ აქვთ დარწმუნებული ვარ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რეგიონებში ძალიან ბევრგან ხორცი და სულგუნი ენატრებათ ყველი ბავშვებს, მათ აფრიალეს ფუნტი სტერლინგები. ეს არის იმდენად ამაზრზენი ეს ბოროტების ბანალურობა, სხვა არაფერია თუ არა ეს. რაც შეეხება სანქციებს და მათ პროპაგანდას, ძალიან კარგად ეს ბრიტანული, ასე ვთქვათ, სიხისტით და სიზუსტით წერია, რომ აქტორები რუსული პროპაგანდის, დეზინფორმაციის გავრცელების, რუსული დეზინფორმაციის და ამიტომაც დაასანქცირეს ეს დრამა შემდეგ რაც დადგეს, რომ ჩვენ როგორ ვლახავდით უკრაინის სუვერენიტეტს, რაღაცა მოიგონეს მერე რაღაცა, რომ დესტაბილიზაციას უწყობდით ხელს, ჩვენ როგორ ვუწყობდით დეზინფორმაციის აქტორებად განიხილებიან ისინი, განიხილებიან მსოფლიოს მთავარი ტერორისტის სახელმწიფოს და ევროპის უსაფრთხოების მთავარი დამრღვევი სახელმწიფოს ასე ვთქვათ, საინფორმაციო ომის, ჰიბრიდული ომის აქტორებად. ჰიბრიდული ომი შეიცავს თვითონ მოიცავს საინფორმაციო ომს და საინფორმაციო ომში, როცა შენ ხარ რუსეთის რიგითი ჯარისკაცი, ეს ნიშნავს, რომ შენ ბოროტების მხარეს ხარ, ცალსახად. ეს უნდა მათ მიიღონ, როგორი გაოგნებულებიც და შეშფოთებულებიც არ უნდა იყვნენ. თავიდან ბოლომდე ტყუილია ის, რა თქმა უნდა, რომ ისინი სიმართლისთვის დაასანქცირეს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და მგონია, რომ სამწუხაროა, რომ მათი ქართული ოცნების ამომრჩევლის დიდი ნაწილი ამას ვერ ხვდება, მაგრამ მგონია, რომ ადრე თუ გვიან ამას გაიაზრებს და ამაში ყველას ჩვენი როლი გვაქვს, როგორც კრიტიკულ მედიას, როგორც ტელევიზიებს, ონლაინ მედიას, ინფლუენსერებს, სოციალურ ქსელში აქტიურ ადამიანებს აქვთ თავისი როლი, რომ ეს ადამიანები შეაჯანჯღარონ და გამოაფხიზლონ, გამოიყვანონ ამ ბურუსიდან. აი პლატონის გამოქვაბულის მეტაფორა არის გენიალური მაგ მხრივ, როცა ადამიანებს გონიათ, რომ ჩრდილებით არის სამყარო, მზის შესახებ მათ არიციან და შემდეგ ერთი ადამიანი გადის მზეზე და აი ეს ერთი ადამიანი შეიძლება იყოს რაღაცა ჯგუფი, რომლებიც გამოფხიზლდებიან ამ პროპაგანდიდან. სანქციები იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დროული და ძალიან მოკლედ უცებ ვიტყვი ამ როლებს, როგორ აქვთ გადანაწილებული. 4-5 სამთავრობო მედია, ტელევიზია არის ხო რეალურად. აი მაგალითად უცნობის გადაცემა გადის თუ არ ვცდები მაესტროზე. ჩემი აზრით ასეთი ფსკერი ამორალობის არც ერთ არხზე არ გადის. ალბათ, არ ვიცი, ლიბერალურ დემოკრატიად მოგეჩვენებათ სხვა მედიები ამის ფონზე, რასაც აკეთებს გია გაჩეჩილაძე უცნობად წოდებული თავისი გადაცემიდან. პოზიტივის აქვს უფრო საგარეო მიმართულება შეთავსებული, გარეთ ეძებს deep state-ს, ხოლო იმედი უფრო ეგრეთ წოდებულ მეხუთე კოლონას ეძებს ქვეყნის შიგნით და ახდენენ დემონიზებას ოპოზიციის ჟურნალისტების ცალკე აქტივისტების და ასე შემდეგ. ასე არის გადანაწილებული. რაღაცნაირი უფრო ისეთი აი რომანტიკულ აკადემიური პროპაგანდა მოედინება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, რომელიც ყველაფერია საზოგადოებრივის გარდა. საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა სხვათა შორის დებატი გუში თუ გუშინზე უზრდელობაზე უნდა ვიყოთ თუ არა უზრდელები და მე მგონი რა გადაწყდა. მე მგონი რომ არ უნდა ვიყოთ გადაწყდა ბოლოს. და რუსთავი ორიც ეს არის ფაქტობრივად იმედის, ასე ვთქვათ, განშტოება, ზოგჯერ უსწრებს კიდეც და ზოგჯერ უფრო აკლებს, მაგრამ იმედი აი ამ სიბრჭყვიარით, ამ ძალიან დიდი ბიუჯეტით, აი რაღაცა გაუგებარი გადაცემით ვინმე იტყოდა. ამით არის ძალიან ესე წარმოდგენილი. ბრენდინგი შევუქმენი, რომ უნდა მოვითხოვოს საავტორო უფლებები. შეგიშვეს თეონა სახლში დედა შემო
ვიშეგიშო. ამიღე რომ ერთი სკაბრეზული ფრაზის უფლებაც არ მაქვს. რომ მოგესმინა საზოგადოების დებატებისთვის არის უზრდელები. ნამდვილად. მე მგონი შენ მოგიწევს საზოგადოებრივ მომაუწყებლად. მე ხავდებ რომ ამდენი მილიონი იყო. დღეს კეთი თუთბერიძე სხვათა შორის მეკითხებოდა რომ რანაირად გაუძელი ამ ფრაზას. მე თქვი ვინ გითხრა რომ გავუძელი თქო. მთელი ჩემი ეს ვთქვათ საქმიანობის რაღაცნაირი ის აღმოჩნდა აპოთეოზი, იმიტომ რომ ყველას ეხლა ის ახსოვს, აღარავის არ ახსოვს ჩემი გიკეთები. მე მგონი სიმბოლურია, იმიტომ რომ ეგ გადაცემა და მთლიანად ეგ არ არის ზუსტად ის რომ ვერ გაიგებ.